ჩვენ დავბრუნდით მშვენიერი მოგზაურობა ვნახეთ ვიდეო, თუმცა ზოგადად მონაწილეობა მივიღო ამაში ვიდრე აქედან გვენახა. თუმცა ყავს მოძრაობის მონაწილე ეთერში, ეს არის ანი ვაშაკაშვილი. მე ვიყავი თქვენ წარმომადგენელი ჯუთაში და დავუთ დიდი შტაბ-ჭრილების შესახებ თქვათ, რაც განიცადეთ თქვათ თაში მოგზაურობის. ყველაზე მთავარი რაც მე დამამახსოვრდა და რაც ძალიან უჩვეულო იყო ჩემთვის, ის იყო რომ ამ პერიოდის მანძილზე თითქმის 2 დღე გამოვიდა. ამ 2 დღის მანძილზე არ გამხსენებია რომელი საათია. ესეთი კითხვა არ მქონია, იმიტომ რომ თითქოს რაც time free ზონა არის, აქ თაში რო ხდები და ნამდვილად ისეთი დიდი შთაბეჭდილება, რომელიც თითქოს სხვანაირად იწყებ ფიქრსაც. აი მე მივედი ამ ქალაქის ინერციით და ტემპით და ეს შეუდექი აღმართს და მივხვდი, რომ სხვა მართლა სხვაგან მოვხვდი. აი სიუჟეტშიც იყო, რომელსაც უნდა მოერგო. მე ვიყავი ნამდვილად დილეტანტი ამ შემთხვევაში, თუმცა პროფესიონალი შეგვიძლია წარმოვადგინოთ მაყურებელს ლევან ღამბაშიძე, ფილოსოფოსი, რომელიც საკმაოდ დიდ უნარებს ფლობს, თქვათ ასევე ვებგვერდი Mountain-ის დამფუძნებელი უნდა ვთქვათ. დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან პირველ რიგში. მე ეხა ვიწყებ უნარების შეძენას, მე უბრალოდ ვარ დამფასებელი ამ უნარების და იმ ადამიანების, ვინც მართლა ძალიან დიდი ხანია ამ საქმის ეწევიან ალპინიზმს. და ჩემთვისაც აღმოჩენა იყო მეც რაღაც ერთი თვის წინ აღმოაჩინე ეს ადგილი ჯუთას მიდამოები და უკვე 3-ჯერ ვიყავი და დღეს დავბრუნდი ჭაუხიდან ერთ-ერთი წვერვალი გავაკეთეთ გუშინ სპონტანურად წავედი სამსახურის შემდეგ და ზუსტად ეს ახლა რაც ანიმახსენა ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ესეთი ადგილი სადაც შეგიძლია 6 საათზე სამსახურის შემდეგ წახვიდე ხამე გახვიდე წვერვალი გააკეთო და უკან მე 7 საათზე მოხვიდე დასვენებული ჩამოხვიდე დასვენებული დაწუნებული ანუ რო ჩამოვიდა ვერ ვიცამი ფაქტობრივად ვახო მითხრა და მეთქი ვინ არის ყველაზე პროდუქტიულად გატარებული დღე არის ნამდვილად იქ თან თუ მუშაობ ლევან ტრეკინგზე იყო საუბარი ხო ამ ფორმას, თქვა დასვენების ფორმას, მოგზაურობის ფორმას ეგრე ეძახიან, ხო? რით გამოირჩევა, თქვა ის, თქვა სამთო სხვა სპორტის სახეობებისგან, თქვა და რამდენად ექსტრემალურია, თქვა შეიძლება თქვა შევადაროთ ალპინიზმს, ანუ რა. ან სხვა გემოვნების საკითხი არის პირველ რიგში, ანუ საუბარი არის როგორ გინდა რომ გაატარო თავისუფალი დრო, ვიღაცას მაგალითად მწვერვალზე ასვლა უხარია, იმიტომ რომ ეს არის რაღაც მიზნის მიღწევა და შემდეგ უკან დაბრუნება. შეიძლება იყოს მეკლდეურობა, რომელიც განსხვავდება თქვა ალპინიზმისგან, იმით რომ არ გიწევს სიარული, გიწევს უფრო მეტი ცოცვა. და არის ეს ტრეკინგი, როდესაც შენ ბოლოდ გადაადგილდები A პუნქტიდან B პუნქტში და სიტულების მიხედვით არის. რა თქმა უნდა, არის ხო ბილიკები არის შესაბამისი, ეს ბილიკები ეხა ეწყობა და არის ძალიან კაი ჯგუფი, რომელიც ტრეკინგის ასოციაცია თორსტები, რომელიც ამ საქმეს აკეთებს და ესე ძალიან ახალი საქმე არის საქართველოსთვის, იმიტომ რომ საუბარი არის ძალიან დიდ ტერიტორიაზე, რომელზეც არ გვაქვს გაკვალული. მაგალითად ეხა სვანეთში აკეთებს 2 ამერიკელი ადამიანი, რომელიც საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობს, ქართულად საუბრობენ, ანუ ძალიან ინტეგრირებულიებენ ჩვენს საზოგადოებაში, ისინი აკეთებენ გადასასვლელს სვანეთიდან რაჭაში, ნიჩბებით მიდიან და ბილიკს აკეთებენ რეალურად და უცნაური ანუ ძალიან კარგი საქმეა და რა თქმა უნდა ყველანი მხარში ვუდგევართ, მაგრამ მე იმის შეკითხვის დასმა რომ ჩვენ ბილიკი რატო არ გავუკეთები ამდენი ხნის განმავლობაში, ხო? ბოლოდ ხედვა არ აქვს, ამიტომ ტრეკინგი იქნება თუ ჯანსაღი დასვენება ზოგადად არ აღიქმება კარგად, ხო? ამიტომ ეს არის აუთვისებელი სივრცე და ანის სიუჟეტშიც ეს აჩვენები იყო. ანიმ რაც თქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი თისთვის რაც არის, რაც ყველაზე მეტად ბძულს ალბათ და მე ყველაზე მეტად მაგას ვაბრალებ, რატომაც არ დავდივარ თაში. საუბარი არის რაღაც გარკვეულ გასვლაზე რა, ანუ ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს სიტყვა გასული არის რა და სინამდვილეში არის ყველაზე გასული ნაირსახეობა თავისუფალი დროის გატარების, იმიტომ რომ აღმოყოფ თავს სივრცეში, სადაც არ არსებობს სქესთაშორის განსხვავება, ზიზღი, არ არსებობს ფუნა და ცუდი სუნი, კარგი სუნი, არ არსებობს სიუშნოე ესთეტიკა, რაც ჩვენ ვიცით, ამიტომ საკმარისია 2-3 დღე ან 1 დღე თუნდაც გაატარო ეგეთ გარემოში, სადაც ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან, ამ ყველაფრის გარეშე, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ აქ, ხო? მაგრამ არ მოგწონს, იმიტომ რომ ძალიან ცვლის მე უკან დაბრუნებული თქვენ როგორ თქვით, არა მხოლოდ ძალიან ბევრი ადამიანი შეცვლილი არის მთლიანად, იმიტომ რომ როცა ხედავს უკვე რომ აი რაზე იშლის ხალხი ნერვებს აქ, როდესაც იქ ეს არის ძალიან უნიშნულო, ხო? თქვა თმა აქედან აქეთ გაქვს და იქიდან იქით, იქ ხომ მაგას არ აქვს მნიშვნელობა და მე ხვდები რომ საერთოდაც არ აქვს საბოლოო ჯამში მნიშვნელობა, ხო? აქ აქვს მხოლოდ რა. მეორე თემა ხო უნარებზე, ხო? უნდა ვისაუბროთ ანის მინდა პირველად ვკითხო, რამდენად მომზადებული აღმოჩნდი, რო გეგონა რომ არ არიყავი, აღმოჩნდა რომ რაღაცა შეცნობები დაუშვი, ხო? აი გაში გამოიყო. თურმე არ ვიყავი მომზადებული და გელამაც თქვა და ლევანთან ერთად დაპირებ
აზრებს თუ არ ვწდები ამ საგანმანათლებლო პროექტების გაკეთებას, რაც მგონია რომ ზუსტად შემნაირი დილეტანტებისთვის იქნება ძალიან საჭირო, იმიტომ რომ ამას უნდა მართლა ცოდნა, აი რა პირველადი უნარჩვევების, ან როგორ ჩაიცვა, როგორ წახვიდე, იმიტომ რომ თუ ამით დაინტერესდები, საკმაოდ დიდი წვალება გიიწევს, რომ რაღაცა ინფორმაცია მოიძიო, ან მეგობრებს უნდა კითხო, ანუ ერთეული ადამიანებია და თუ სადღაც რაღაცნაირად შეიკვრება და მოისმენ და გეცოდინება, აი ლევანს უფრო მეტი ეცოდინება, როგორ აპირებენ. აი როგორ აპირებთ ამის გაკეთებას და რატო ჯუთაში აპირებთ, ხო? ეს არის ყველაფერი დამთხოვები, ახლა რაც რომ შეხედავთ, ესეც ბედნიერი დამთხოვების ის არის გადაკვეთა და გელაც შემთხვევით გავიცანი მე თვითონ არ მოყოფილიყავი და ვიყავ. ამიტომ სპონტანურად გეგმავთ რაღაცებს ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად და გელასთან ახლა არის ორი მიმართულება, ეს არის საგანმანათლებლო ლექციები, იმიტომ რომ ეს არის წინვალეს უცემ ჯუთაში უშუალოდ მის ხიჟინაში და შეიძლება აგრეთვე მუსიკალური ფესტივალი გაკეთდეს თავისუფლად, არ არის აუცილებელი ვიყოთ სულ აქ, ხო? ან მაგალითად თვითონ ის ფაქტი, რომ უცნაური ფაქტი, რომ იქ დღეს უკვე არ არიან სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და არ ხატავენ ამ ჭაუხის მთებს, რომლებიც ყოველ განათებაზე არიან სხვადასხვანაირ, ანუ ესეც უცნაური, ამიტომ გელას უნდა რომ შესთავაზოს ეს სივრცე დაუთმოს განათლებას და ვინ როგორ მოიყრისთავს ეს ცალკე საკითხია, ხო? ანუ მუშაობთ ამაზე და მეორე მხრივ უნარებსაც შეეხება ეს Mountains-ში რაც არის საიტი, რომელიც დავაფუძნეთ, მასთან და შეგვიძლია ვაჩვენოთ ახლა ჩვენ ჩემს ეკრანიდან თუ არის საშუალება რომ ავიღოთ და ის გვერდით ვაჩვენოთ თქვენ. დიახ, ანუ აქ არის ერთ-ერთი არის ვიდეო ინსტრუქტორი წერია და დღესდღეობით არის უბრალოდ უცხოელების მიერ ატვირთული ვიდეოები, იმიტომ რომ მე მინდოდა რომ ნიშა ყოფილიყო და ნელ-ნელა უნდა შევავსო ქართველი ალპინისტების გაკეთებული ვიდეოებით და მსგავსი პრაქტიკა არსებობს. ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ თასვლთა გაერთიანებული ფედერაციის ძალიან მაგარ სპორტსმენებთან ერთად შევწეროთ ზუსტად ახლა რაზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან მოკლე გასაგები ვიდეო, მაგალითად როგორი ფეხსაცმელი უნდა წავიღოთ კონკრეტულად მყინვარწვერზე, ჭაუხში, სვანეთში, რომელი წერაყინი ჯობია, რომელს რატომ, ხო, წოთვის დროს რა უნდა გავითვალისწინოთ და ასე შემდეგ. იმხელა გამოცდილება არის ჩვენს ფედერაციაში დაგროვებული, ვერ წარმოიდგენთ, სამწუხაროდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ გამოცდილებას გამოსავალი არ ქონია და ამიტომაც ახლა ეს თქვათ ეს Mountains-ში იქნება თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა, ხო? ახლა რაღაც გაშუქების მხრივაც ვეხმარებით, რომ დღესდღეობით გუშინ ჭაუხში გაკეთდა ყველაზე დიდი რაც ანუ ხუთიანი არის ყველაზე რთული, ერთ-ერთი 6 არის, ეს არის ხუთიანი მარშრუტი, 3 გაკეთდა ერთდროულად. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა ალპინიზმში, ქართულ ახალგაზრდა სპორტსმენებმა ძალიან მაგარი რაღაც გააკეთეს, სამწუხაროდ ეს არსად ჯერჯერობით არის მის, ხო? უნდა გავაშუქოთ, მოვანდომოთ ხალხს, ვაჩვენოთ რომ ძალიან მაგარი რაღაცა არის ეს მთასწავლობა, ტრეკინგი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ჯანმრთელი დასვენების ნაირსახეობა. ალბათ ერთხელ ვინც გამოცდის, ამას მე როგორ იქნება ეს არის მართ შეგეყრება, იმიტომ მაგალითად წვერვალზე ასვლა და დაბრუნება ნიშნავს აი რაღაცა მაგარი ხო. ბოდიში ხო რაღაც გავლექს მე სალაპარაკო დაუკროვდა. ეს შეიძლება სალაპარაკოდ გეყოს რომ წახვედი და რაღაც დალაშქრე ალბათ. ნუ შტაბ-ბეჭდავი ნამდვილად არის უდო. ლეონი, გამყოლების კულტურა თუ არსებობს ჯუთაში თვითონ თუ არის ეს პრაქტიკა, რომ მაგალითად ოჯახი შეიკრა გადაწყვეტა ნახეს ჩვენი სიუჟეტი და გადაწყვეტეს რომ წავიდნენ ჯუთაში, სად გაჩერდებიან დაახლოებით ფინანსურად რა არის საჭირო, როგორ უნდა მოემზადონ და ვინ გაყვება მათ ამ ბილიკებზე? კი ბატონო, ბილიკებს რაც შეეხება, არსებობს, ანუ ისე ძალიან ბევრი სხვადასხვა ადამიანი აკეთებს ამას, არის Geoland-ი არის რომელიც ორგანიზაცია რომელიც აკეთებს უშუალოდ ტრეკებს და ძალიან კარგი რუკები აქვს და მისი მოპოვება შეიძლება საინფორმაციო ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში, მაგალითად თავისუფლების მოედანზე. ხელმისაწვდომი არის, ანუ თუისაც ინდივიდუალურად ურჩევნია. ამას გარდა, აი ხა დღესაც რო ვახსენე ჭაუხში წვრთნები, ამას ფედერაცია და გამყოლთა ასოციაცია ერთად აკეთებენ და ზუსტად გადამზადება მიმდინარეობს. ყოველთვის ხა ჩამოყავთ უცხოელი სპეციალისტების, ან მაგალითად შვეიცარები ამ შემთხვევაში, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ამის. რეგულარულად ხდება, მათ აქვს სერტიფიკატები, ესენი არიან ძალიან სანდო გიდები, გამყოლები, ჩვენები, უკვე ქართველები, რომელსაც აქვთ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ უცხოელებსაც. ამიტომ მათთან დაკავშირებით მაგალითად ნაწილი ჯერჯერობით, ახლა ჩემს საიტზეც არის განთავსებული, მაგრამ ნელ-ნელა მინდა რომ უფრო მეტი ადამიანი გახდეს ხილვადი, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად რაც ჩნდება ხოლმე არის, როდესაც რაღაც გამყოლი ცუდ სიტუაციაში ამოყობს თავს ტურისტთა მიმართებაში და მე ყველანი ბრაზდებით, მაგრამ მართლა ძალიან მაგარ გამყოლებზეა საუბარი, პროფესიონალებზე, რომელთაც მაგალითად ჩემთან ერთად შარშან თეთნულზე ძალიან უცნაურია და როგორ პრობლემურ ტურისტებს გაუძლეს და აიყვანეს სწორედ და ჩამოიყვანეს სახსალმათი და ჩემთვის ეს იყო პროფესიონალიზმის ძალიან კარგი მაგალითი, ხო? ამიტომ მათი პოვნა შეიძლება მაგალითად ფედერაციაში,
ან თვითონ ადგილობრივად ჯუთაში ასეთი ადამიანები ესე მუდმივად არ არიან? გამოკითხვით შეიძლება ხიჟინას შეუძლია კონტაქტები მისცეს, მაგრამ ისევ და ისევ ხა მუშაობთ იმაზე, რომ რაღაც ერთიანი ბაზა შეიქმნას ამ ყველა ელემენტში. შეიძლება ნახოთ online. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ თქვენს წამოწყებაში. ანი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი სიუჟეტისთვის. და ჩვენ შემოგიერთებით, იმედი ერთად წავალთ ჩვენი დღეს. კარგი, ჩვენ მაყურებელს შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ფილოსოფოსი ლევან ღაბაშიძე და ანი ვაშაკაშვილი, ჩვენი მეგობარი და ჟურნალისტი. ახლა კი გადავდივართ ჩვენს ახალ რუბრიკაზე, ახალ დანერგელ რუბრიკაზე ქართულ მუსიკას ვასმენინებთ ჩვენს მაყურებელს და ვიყენებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივს, სადაც უნიკალური ჩანაწერებია შემონახული და ამჯერად წარმოგიდგენთ მაია ჯაბუას, თამიკო ჭოხონელიძესა და ეკა კახიანის ტრიოს მიერ შესრულებულ სიმღერას 1988 წლის სატელევიზიო ფილმიდან მუსიკალური ტალღები. თქვენ უყურებთ კომუნიკატორს.